ამაღლება როგორ ხდება? განიყვანა იგინი გარე ვიდრე ბეთანიამდე, აღიპყრნა ხელნი თვისნი, ანუ აკურთხებს, კურთხევასა მას იესოსა მათთა მიმართ განეშორა მათგან, ანუ კურთხევის პროცესში დაიწყო ამაღლება. წარმოგიდგენიათ მოციქულების განცდა? აი რა საოცრებაა, ხო ჯერ რომ მოკლეს უფალი ხო საოცრა საშნელ დღეში აღმოჩნდნენ. ახლა უხარიათ ბედნიერები არიან რომ მათთან არის და უცებ კურთხევის პროცესში აღიწევა და გაქრება. ანუ იქ წერია ღრუბელს მიეფარა, ანუ ხო გესმით რომ ეს მატერიალური ღრუბელი კი არ არის, კოსმიური სივრცეები კი არ გაიარა, ტრანსცენდენტურ ყოფიერებაში გადავიდა, საიდუმლოება აღსრულდა. ანუ გაქრა. და აქ საოცარია წესით უნდა განაწყენებულები იყვნენ, იმიტომ რომ კვლავ დაკარგეს, ხო სწორია? ასე ხედვიდან ზეცად ახსვლასა მისა, ორი კაცი ზედამოადგეს მათ სამოსლითა სპეტაკით და ანგელოზები იყვნენ ამ თეთრი შესამოსლებით და რქვეს მათ კაცნო გალილეველნო რასაც დგათ და ხედავთ ზეცად, რატო იყურებით ეს აცაში? იმიტომ რომ იყურებოდნენ, წავიდა უფალი და იყურებიან. ესე იესო, რომელი ამაღლდა თქვენგან ზეცად, ეგრეთვე მოვიდეს, ვითარცა იხილეთ აღმავალი ზეცად. ეს არის ბეჭედი იმ ჭეშმარიტებისა, რომ უფალი დაბრუნდება, როგორც ადამიანური ბუნებით ვიხილავთ, მთელი სამყარო იხილავს, დაბრუნდება და ეს დაბრუნება იქნება რაღაც აი მსგავსი, რომ მოვა ზეციდან. გესმით? ამიტომ ხანდახან გაიგონებთ ზოგიერთი ღვთისმეტყველის გარო უფლის დაბრუნება რაღაც ესეთი საიდუმლო რაღაც მდგომარეობა, რომელიც არ ნიშნავს მაინდა-მაინც მოვიდეს და უკვე მოვიდა და 1000 თეორიებს ხზავენ. ნებისმიერი თეორია, რომელიც წმინდა წერილთან წინააღმდეგობაშია, ის არის ყალბი. იმიტომ რომ ხო გესმით, ეს არის საკითხები, რომელიც არავინ იცის. მაგრამ წმენა, რომელიც ქრისტეს ღმერთობას მიჩვენებს ჩემს გულში, შესაბამისად მიმოწმებს ეს წმენა, რომ ჭეშმარიტებაა, რაც ქრისტემ დატოვა. ამიტომ ჩვენ ვენდობით წმინდა წერილს, ეს არის ჩვენი ორიენტირი ჭეშმარიტებაში, ჭეშმარიტების ძიებაში. რაც წმინდა წერილთან თანხმობაში არ არის, ჩვენ იმას არ ვიღებ.